სიუჟეტი გავიხსენო. უფროსო ამ ხვრელშიაც ვიყავი და იმ ხვრელშიაც. ბიჭო, ამ საბჭოთა კავშირშიაც ვიყავი და ამ ევროპის გზაზეც ვდგევართ. აი რა მოგვიტანა? კიდევ აბა ერის გენოციდი, ხალხო, ერის გენოციდი ეს შეუქცევადი პროცესია. 2020 წლიდან 2025 წლის ასე ვთქვათ, 1 იანვრამდე 450,000 ქართველია გასული. რატო გავიდა? იმიტომ რომ არ გაძლევს ის ევროკავშირი, ის ამერიკა არ გიშვებს თავის ბაზარზე. გიკლავს ეკონომიკას, გიკლავს მრეწველობას, წარმოებას გიკლავს, სოფლის მეურნეობას გიკლავს. იძულებულია ხალხი გავიდეს აქედან. ლუგარის ლაბორატორიის მეტი ამერიკას აქ არავითარი სიკეთა არ მოუტანია. როდემდე უნდა იძახოთ? გარდა ამ NGO-შნეკებისა, რომლებიც აგერ გამოდიან, წივიან და ყვირიან, ისინი თავიანთ ფინანსებს და თავიანთ პირობებს იცავენ, კაცო. მეტი ამ დავალება სხვა მეტი რა. ჩვენ ხო უნდა ნორმალურმა წესიერმა ხალხმა, შრომელმა ხალხმა ჩვენი უფლებები ხო უნდა დავიცვათ და დავინახეთ. რა უფლებებს გვიცავს ეს ამერიკა, ევროკავშირი შრომელ ხალხს. ეს ზეთუნახავი რო გვიღიარა, ასე თქვა, დემოკრატიის შუქურად. 300,000 პრობაციონერი გენოფონდი რო ციხეებში გამოატარა. ესენი ბატონო დავით ეხა თქვენ ამიტომ უნდა დასრულდეს ბატონო ნიკოლო ზამათი. ხელისუფლება უნდა არ უნდა მოერიდოს. ჩვენ აგერ ეხლა ლუკაშენკოზე თქვით ავტომატი დარბოდა. დიახაც უნდა ერბინა ავტომატად. იმიტომ რომ უკრა ბელორუსი ხალხის ბედი წყდებოდა. მე ვიტყვა რომ არ უნდა ერბინა კაცო. უნდა ერბინა და კაცო ხელისუფლებამ უნდა ირბინოს. გასაგები ეხა თქვენ რო თქვით ხვრელები